საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. ელისეს სასახლეში მოსახვედრად ორი კანდიდატი იბრძვის. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი. ფრანსუა ოლანდის მომხრეები პარიზის სპორტის სასახლის წინ იკრიბებიან. ნიკოლა სარკოზი კი თავის ამომრჩევლებს ტულუზაში შეხვდება. მიტინგის დაწყებამდე 2 საათით ადრე მოვედით. ეს დღე ფრანსუა ოლანდს ეძღვნება. ჩვენ ორლიანში ვცხოვრობთ პარიზიდან 120 კილომეტრის დაშორებით. კარგი ადგილები გვინდა დავიკავოთ დარბეში და ადრეც ამიტომ ჩამოვედით. ჩვენ დღეს ვიკრიბებით კიდევ ერთხელ რომ ხარი დავუჭიროთ ფრანსუა ოლანდს. საფრანგეთს ცვლილებები სჭირდება. 150,000-ზე მეტი მხარდამჭერი აპირებს მოსვლა სპორტის სასახლეში და ამიტომ მოვედით ადრე რომ კარგი ადგილები დავიკავოთ. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 6 მაისს გაიმართება. კანდიდატებს ცოტა დრო აქვთ დარჩენილი ამომრჩევლების დასარწმუნებლად. სოფო ჯაჯანაშვილი, გიორგი ვარსიმაშვილი, მაესტროს ევროპის ბიურო, პარიზი.